როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე ამერიკაში მცხოვრების სტუდენტისთვის. რადგან შაბათი დღე თავისუფალი მაქვს, შეძლებს დაგვარად ადრე ავდექი დილას, გავემზადე, ჩავიცვი საჭირო ნივთები ავიღე და უნივერსიტეტის სპორტული შენობისკენ წავედი. ამ სპორტულ შენობაში გვაქვს ჯიმიც და გვაქვს აუზიც. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ დილა უბრალოდ აუზზე გასვლით დამეწყო, ცოტა დამესვენა, გავრუჯულიყავი, გამტვერთულიყავი. აუზი უფასოა სტუდენტებისთვის, შესაბამისად ბევრი მათგანი ლექციებს შორის და ზოგადად თავისუფალ დროს აქ ნებივრობს ხოლმე. აუზის შემდეგ პირველ სართულზე ჩავედი სავარჯიშოდ, ცოტა კარდიო გავაკეთე და გადავწყვიტე წავსულიყავი გუდვილში. გუდვილი ამერიკაში ძალიან ცნობილი ადგილია, აქ აბარებენ ხოლმე გამოუყენებელ ნივთებს ადამიანები და შემდეგ უკვე ძალიან იაფად შეგიძლია ნებისმიერი ანსაცმელი პროდუქტი წიგნი იყიდო. არასდროს ყოფილი ვარ გუდვილში, ამიტომ შევლა გადავწყვიტე და თან მაინტერესებდა რამე კამერას თუ ნახავდი, თუმცა კამერა არ დამხვდა ადგილზე, მაგრამ მოვახერხე ამი პატარა წიგნის შეძენა თითო დაახლოებით $2 ღირდა. გუდვილის შემდეგ დავბრუნდი სახლში და ცოტა ხანი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც საერთო გამოყენების სივრცეა, გადავწყვიტე, იქ ყოფილიყავი, ცოტა წამემუშავა და მე ავსულიყავი სახლში. ბარემ დასვენებულზე ოთახიც ცოტა მოვალაგე, ჩავეკიდე ლოგინში და გავემზადე დასაძინებლად. რაც აქ ვარ, სულ ადრე ვიძინებ, რომ ადრე მოვახერხო ხოლმე ადგომა. ასეთი იყო ერთი ჩვეულებრივი დღე ჩემს ცხოვრებაში.